სახელით მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ადამიანი, რომელიც ღვთისაგან მონიჭებულ იმ ნიჭს, რასაც გონიერება და მოაზროვნეობა ჰქვია, თუ სწორად გამოიყენებს, ის აუცილებლად დასვავს კითხვას, თუ რა არის ცხოვრების აზრი, ანუ ცხოვრების აზრის, როგორც სხვაგვარად ამბობენ. რამე თუ ერთის მხრივ დაინახავს უზარმაზარ პოტენციალს, რომელიც თითოეულ ადამიანშია და ამ პოტენციალში გულისხმობ იმ განსაცვიფრებელ თვისებებს, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეიძლება ჰქონდეს და არა იმას, რომელიც დღეს არის და ხვალე უნდა მოკვდეს. და შესაბამისად დაინახავს, ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის იმ მოცემულობასთან, იმ ობიექტურ რეალობასთან, რომელსაც სიკვდილი და გარდაცვალება ჰქვია. რომელიც ყველაფერს ანულებს, ყველაფერს ამთავრებს, მეცაც ვიტყვით, ყველაფერს უაზრობად ხდის. აი ამ გარემოში ვიმყოფებით ჩვენ. და ასეთ გარემოში უამრავი ადამიანი ცხოვრობს თან ისე, რომ მიოტისოდენა იმედიც არა აქვს, რომ სიკვდილი სინამდვილეში არის არა სიკვდილი, არამედ გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. წარმოდგენაც არა აქვს, არც ფიქრობენ. ამიტომ გაურბიან ამ მოცემულ ობიექტურ რეალობას, გაურბიან, იმიტომ რომ მათ არ იციან, რომ ადამიანი შეიძლება, არა ყველა, შეიძლება გარდაიცვალოს სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ჩვენ ქრისტიანები იმით განსხვავდებით არა ქრისტიანებისგან. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ნუ იქნებით ვითარცა სხვანი, ვითარცა ურწმუნონი, რომლებსაც არა აქვთ იმედი, ჩვენ ნუ ვიქნებით ასეთები. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, რომლებიც არა ვართ როგორც სხვები, ურწმუნონი, რომლებთაც იმედი არ აქვს და ჩვენ რატო არა ვართ ისეთები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმედი. რა იმედია ეს? ეს არის იმედი, არა ის რაღაც განცდა, რომ ხო აი რაღაცას იქნება, რაღაცა იყოს, იქნება რაღაცა იმედი იყოს. ეს არის იმედი ცოცხალი, ეს არის იმედი გონიერი, ეს არის იმედი ყოვლის შემძლე, ეს არის იმედი ყოვლის მყრობელი, ეს არის იმედი, რომელსაც ქვია სიყვარული, რომელიც არის ძე ღვთისა, რომელიც არის ღმერთი, რომელიც მოვიდა ადამიანად და რომელიც ჩვენ ვიცით, რომ არის უმაღლესი სახელის მატარებელი, რომელიც ასე გამოითქმის იესო ქრისტე. ეს არის ჩვენი იმედი. შესაბამისად, ამ იმედით, ანუ ცოცხალი იმედით იესო ქრისტეთი ვძლევთ ყველაფერს ამ სამყაროში და მათ შორის იმ უსამართლობას, რომელსაც ყველაზე წარეთ მაშინ აღვიქვავთ, როცა ჩვენი ახლობელი ადამიანი ჩვენგან მიდის, მით უმეტეს თუ ეს წასვლა ადამიანური საზომით არის უდრო. ან ახალგაზრდა მიდის, ან მშობელზე ადრე მიდის. მე ვამბობ ადამიანური საზომით, თორემ ღვთაებრივი საზომით არაფერი უდროა არ ხდება. ნახეთ როგორ არის. ღმერთმა, რომელმაც სამყარო ჩვენთვის შექმნა, ღმერთი, რომელმაც დაცემული ადამიანი და თუ დაცემულობას ჩვენს თავში ვერ ვგრძნობთ, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ და თუ დაცემულობას ჩვენ თავში ვგრძნობთ, რას ნიშნავს ეს? ჩვენ მივხვდებით, რომ ჩვენ არაფერი კეთილის ღირსნი არა ვართ. ისეთი ცუდები ვართ გამხდარნი. მაგრამ აი ამ დაცემულობის და მიუხედავად ღმერთი რომ შენ გადაერჩენი ადამიანად მოვიდა და შენთვის პირადად, რა თქმა უნდა, შენთვის პირადად, მაგრამ ყველასთვის, შენი შვილისთვის, შენი ახლობლებისთვის, მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ადამიანი ასე პერსონალურად უნდა ხედავდეს, ჩემთვის თქვა პირადად, რომ მოვიდა და მოკვდა. იმისათვის, რომ ამ დაცემულობიდან, ამ დაღუპულობიდან, წარწმედიდან, სიკვდილის და ეშმაკის მახისგან, ჯოჯოხეთიდან ამოვეყვანე. რომელიც არის ყოვლის შემძლე და არის ყოვლის მყრობელი. როგორ ფიქრობთ? ანუ თან ყოვლის შემძლე და ყოვლის მყრობელია და თან ისე უყვარხარ, რომ შენთვის მოკვდა, როგორ ფიქრობ? ამ სამყაროში დაუშვებს ისეთ რამეს, რაც მარადიულ პერსპექტივაში უსამართლობა იქნება. აქ არის ბევრი რამე უსამართლობა.
მაგალითად, ერთი ადამიანი უსამართლოდ რო განურისხდება მეორეს ან თქვათ შეურაცხყოფას მიაყენებს სიტყვებს თუ ფიზიკურს, ეს არის უსამართლო. რა თქმა უნდა, მიწიერი საზომი. მაგრამ ხდება საოცრება, როცა ის ვინც შეურაცხყოფილია უსამართლოდ, ქრისტეს დარად დაითმეს ამას, როგორც უფალმა გვასწავლა, მეორე ლოყა მიუშვირეო. ეს უსამართლობა მარადიულ პერსპექტივაში სიმართლედ გადაიქცევა. ლოგიკა არის აქ? არ არის. იმიტომ რომ ჩვენი ლოგიკა მხოლოდ ამ ქვეყნიურ საზომზეა მორგებული და არა მარადისობაზე. მაგრამ ჩვენ ხო მორწმუნეები ვართ. ამიტომაც გეახაც ჩვენ უნდა ღმად გვწამდეს, რომ ის რაც ჩვენ თვალწინ უსამართლობად აღიქმება მარადიულ პერსპექტივაში, ის ღვთაებრივი სამართლიანობით, ეს უსამართლობა ღვთაებრივი სამართლიანობით წარიხოცება და ღვთის წინაშე რომ წარვსდგებით, ყველანი წარვსდგებით ღვთის წინაშე, არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობ, ყველანი გარდავიცვლებით და წარვსდგებით ღვთის წინაშე, აღმოვაჩენთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი სამართლიანად ყოფილა ამ სამყაროში, სინამდვილეში, საწყალე ეშმაკს, რომ ეგონა, რომ თვითონ რაღაცას აკეთებდა და ან ადამიანს, რომელიც ეშმაკთან წილნაყარი იყო, მისი ნების სადმე ერთგულებიდან გამომდინარე და ბოროტ საქმეებში ჩადიოდა, თურმე აღმოჩნდება, რომ ღვთის გარეშე ერთი ღერითმა არ დავარდნილა არასოდეს არავისგან, არც ჩვენგან და არც ჩვენი ახლობლისგან. ყველაფერში რაღაცა სახთო განგებულება, ღმერთი ყოვლად სიბრძნე და ყოვლის შემძლეობით მოქმედებდა ისე, რომ თვით უკეთური ქმედებანიც კი საბოლოო ჯამში სიკეთისკენ მიმართავდნენ ადამიანებს, განსაკუთრებულად დაჩაგრულებს, უსამართლოდ დაჩაგრულებს. და როცა წარვსდგებით ღვთის წინაშე, მხოლოდ მადლიერების განცდა გვექნება, თუ ქრისტიანები ვართ. და თუ ქრისტესადმი სიყვარულის ნაპერწკალი ჩვენში ათია. მხოლოდ მადლიერები, რომ აი ეს ცხოვრება გამატარე, მე აი ესეთი და ამან გამოიწვია ის, რომ მე შენს წინაშე ვდგავარ, როგორც შენი შვილი. ხოლო ისინი, ვინცაც ქრისტესადმი სიყვარული გულში არ ექნებათ, კბილების ხრჭენით, გაბოროტებულნი, უღმერთოდ დარჩენილები, იქნებიან იქ, სადაც ღმერთი არ არის. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ იმ ადამიანებში მოხდება, რომლებიც ღვთის ყოვლის მომცველმა და ყოვლადძლიერმა სიყვარულმაც ვერ გამოაფხიზლა. ანუ ეს მათი არჩევანი ყოფილა და მათ არ უნდოდა. და იმისათვის, რომ ჩვენ აი ამ ადამიანური საზომით უსამართლო სამყაროში ღირსეულად ვიცხოვროთ ისე, რომ ქრისტესთან კავშირი გქონდეს, რომ ღვთის ჭურჭლები გავხდეთ, რომ ჩვენ ლოცვას ძალა გქონდეს, ჩვენთვისაც, ჩვენი ახლობლებისთვისაც, ჩვენი გარდაცვლილი ძვირფასი ადამიანებისთვისაც, რომ ძალა გქონდეს, ამისათვის ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სწორად. და ეს სწორად ცხოვრება, როგორ ვიცხოვროთ სწორად, ძალიან მარტივად გაეცემა ხოლმე ამას პასუხი. უნდა იცხოვრო ისე, როგორც ღვთის ნება, აი როგორც ღმერთს უნდა, ეგრე თუ იცხოვრებ, ეს არის სწორად ცხოვრება. ესე გამოდის, რომ მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრება და სულიერი ცხოვრება, ჩვენი მთელი ყოფიერება უნდა წარმართოთ იქითკენ, რომ გავიგოთ ღმერთს რა უნდა და ჩვენი თავი ვაკონტროლოთ შესაბამისად ღვთის ნებისა, რომ მისი ნების უეჭველი, უპირობო აღსრულებლები ვიყოთ. თუ გვინდა, რომ ჩვენში ღმერთი დამკვიდრდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენ ლოცვას ძალა გქონდეს. აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ ღვთისნება აღვასრულოთ, არის ცდელობა ჩვენი მოუკლებელი ღმერთთან ყოფობისა, მოუკლებელი. ეს არის პავლე მოციქულიას ამბობს, ხო, მოუკლებლად ილოცვიდეთ. აი უფალმა დღეს ლუკას სახარებაში ესეთი რამე გვითხრა, გახსოვთ უსამართლო მსაჯული, რომელიც ბოროტი კაცია, რომელსაც არც ღმერთის ეშინია და არც ადამიანის ცხენია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისე შეწუხდა იმ ქვრივი ქალის გულის გამაწრულებელი თხოვნით, რომ ოღონ ეს ადამიანი მოვიცილო და შეოსრულა და უფალი ეუბნება, ეს ბოროტი კაცია, ეს ბოროტი კაცმაც კი შეასრულა სიტყვა იმ ქვრივისა, იმიტომ რომ ქვრივი დღედაღამე ევედრებოდა. და მერე გეუბნება, თუ ბოროტმა კაცმა შეასრულა თხოვა, იმიტომ რომ დღედაღამე ევედრებოდნენ, როგორ ფიქრობთ, ღმერთი არ ისმენს ჩვენს ლოცვას?
და ესეც სიტყვას ამბობს. ხოლო ღმერთმა არაყოს საშურისძიება რჩეულთა მისთა. ეხლა აქ მნიშვნელოვანი რა არის? რას ნიშნავს შურისძიება? ანუ უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის ნუგეშინის ცემა, ნუგეშის ცემა. ხო, აი უსამართლოდ. როცა გტკივა და ფიქრობ, რომ აი ეს არ უნდა გტკენოდა. ესე არ უნდა მომხდარიყოს შენ ცხოვრებაში. შეიძლება კონკრეტულად დამდაშავი არც არავინ არ იყოს. მაგრამ შენ აღიქვავ ესე, რომ აი ძალიან გეტკინა. ამას არ მოელოდი. უფალი გვეუბნება, რომ აი ესე რომ ესე საშილად რომ განიცდი თავს, დადგმულად დაჩაგრული ხარ და თან ნახე ღმერთმა არაყოს შურისძიება რჩეულთა მისთა. და კიდევ ერთი პირობა, რომ რაღაცა მოხდეს მერე. ანუ გარდა იმისა, რომ თავს უსამართლოდ დაჩაგრულად გზნობდა, ძალიან გტკივა და კომპენსაცია გჭირდება, მოკლედ ესე რომ თქვა, აი რაღაცა მინდა გამახაროს და არაფერი აღარ მახარებთ, მან უგეშოს. ანუ მეც მინდა გავქრე, მინდა აღარ ვიცოცხლო, გესმით? აი რაღაც ეს განცდობა, დეპრესია, მწუხარება, უიმედობა, მუდმივი ტკივილი, იმიტომ რომ დავიჩაგრე. თუ გინდა რომ ღმერთმა შურისძიება ყოს, ან თუ გინდა რომ ღმერთმა განუგეშოს და გარკვეული კომპენსაცია მოხდეს შენში და ყველაზე ცოტა იმედმა მაინც გამოანათო შენში, რომ ეს ტკივილი ოდესმე დამთავრდება, ამისათვის პირველი პირობა რჩეულთა მისთა. ვინ არის რჩეული? რჩეული ის კი არ არის, ვინც აქ დგას. ანუ ვის გულსაც ქრისტე შეეხო, რომ ქრისტე ღმერთი ყოფილა? გახსოვთ უფლის სიტყვები, მოწოდებული ბევრია, ხოლო რჩეული ცოტა. ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებულები, მაგრამ ვართ თუ არა რჩეულები, ჩვენ ეს არ ვიცით. და ვინ არის რჩეული? რჩეული ის მოწოდებული, ანუ ის დაძახებული. დაძახებული ვინ არის? ვის გულსაც ღმერთი შეეხო. რჩეულია ის დაძახებული და ის მოწოდებული, რომელიც მიხვდა, რომ ამ მოწოდების მერე მთავარი საკეთებელია ღვთისნება გაიგოს და მისი უპირობო აღსრულებელად გადაიქცეს. და სავის საკუთარი სიმართლე და საკუთარი ნება დაუმორჩილოს ღვთისნებას და ღვთის სიმართლეს. ეს არის რჩეული. ეს ადვილი არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ აი მთელი ცხოვრება ამას ვწვალობ, რომ ეს მოხდეს ჩემში. მე გაკვირდებით თქვენ, როგორც ისი ვალდებულებაც მაქვს. და აღმოვაჩინე, რომ თქვენი პრობლემების უდიდესი უმრავლესობა არის ის, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ რომ ღვთისნების აღსრულებლები იყოთ. მეცაც გეტყვით, ხუთი დიაგნოზი ნახევარი საქმეა გაკეთებული, დიაგნოზსაც ვერ უსვამთ საკუთარ თავს. თქვენ ისე მოქმედებთ თქვენი ნებით, რომ გგონიათ, რომ ეს არის საღვთო სიმართლე. თითქმის აი 90% ესე ხდება ხოლმე თქვენ ცხოვრებაში. ამას შედეგად მოსდევს ის, რომ წლები გადის და ადამიანები სულიერად არიზდებიან. როგორებიც მოვიდნენ, ისეთებად რჩებიან. გესმით? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეს, რომ ჩვენ თუ გვინდა, რომ ღმერთთან კომუნიკაცია გქონდეს, უნდა ვიყოთ რჩეული, ანუ შვილის სტატუსით და იმისათვის, რომ გქონდეს შვილის სტატუსი, აუცილებელია ჩვენში აღსრულდეს საუფლო ლოცვის სიტყვები იყავნება შენი უფალო. ღვთისნება რომ აღსრულდეს, უნდა გამოვიძიოთ, უნდა ვეძებოთ, მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნათ იმას, რომ არათუ ზოგადად ვიცოდეთ ღმერთს რა უნდა, ღმერთს უნდა ჩვენი ცხონება. არამედ ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს, ყოველ წუთს, ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, ნებისმიერ მოქმედებაში, სიტყვაში, ინტონაციაში, მოქმედებაში, გულის სიტყვაში, ფიქრში, ზრახვაში. ყველგან უნდა ვიხედებოდეთ და ვფიქრობდეთ, ეს ღვთისნება არის თუ არა. ესე ცხოვრება ძნელია ვიღაცა იტყვის. არ არის ძნელი. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვიყვარს უფალი და შევიყვარებთ უფალს, ის რომ საყვარელი ადამიანის ნება აღასრულო, ეს ძნელი არ არის. ხოლო ძნელია აღასრულო იმის ნება, ვინც არ გიყვარს. ამიტომაც მთელი ყველაფერი ეს უფლისად მიერთგულება ეკლესიაში ხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენ შევიყვაროთ უფალი, რომელიც ჩვენთვის მოკვდა. ეს ლოგიკურიც არის, ჩვენთვის მოკვდა. გესმის და ღირსი არ არის რომ გვიყვარდეს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ შევიყვარებთ ქრისტეს, არაფერი ძნელი აღარ იქნება მერე. პირიქით ერთი სული გვექნება, რომ მისი ნების აღსრულებლები ვიყოთ. რა თქმა უნდა, ყოს შურისძიება რჩეულთა მისთა, რომელიც ღაღადებენ დღე და ღამე. ანუ მოუკლებელ ლოცვაში არიან. და სულგრძელი იქნება უფალი მათზე და გეტყვის ყოს შურისძიება მათთვის ადრე, ანუ მალე მიეცემათ ნუგეშინის ცემა. მაგრამ პრობლემა ხშირ შემთხვევაში არის ის, რომ
ჩვენი რელიგიურობა ჩანაცვლებულია ხოლმე ნამდვილ აი ასეთ რწმენას და რაღაც უფლის სიტყვები, ეს ძალიან ცნობილი სიტყვებია, ხშირად ვისაუბრე ამაზე ლუკას სახარებაში. ხოლო მორაივიდეს ძეკაცისა, ანუ ღმერთი რომ უფალო დაბრუნდება, მეორედ მოსვლა იგულისხმება. პოვოს მეა სარწმუნოება ქვეყანასა ზედა. გესმით, უფალო დაბრუნდება, სარწმუნოება იქნება, ანუ ქრისტიანები იარსებებენ, ეკლესიები იქნება, ღვთისმსახურება იქნება, მაგრამ მორწმუნე თუ იქნება, კითხვა სვავს უფალი. ეს კითხვა ხო გესმის როგორ არის დასმული? გვეუბნება რომ აღარ იქნება. თითოეულა რაღაცა რომ იმათი გადასარჩენად კიდე მოვა უფალი. პავლე მოციქული დღევანდელ ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში აი ესე მოძღვრავს, რომელიც გაგვეხმარება სწორედ აი ამგვარი ცხოვრების, სწორი ცხოვრების წესი რო გქონდეს. პავლე მოციქული ესე ამბობს, იმედია კითხულობთ პავლე მოციქულს. კი პავლე მოციქულის გარეშე ვერ გაიგებთ სახარებას. სახარების გარეშე ვერ ამოიცნობთ ღვთისნებას. ღვთისნების ამოცნობის გარეშე ვერ ცხონდებით. ისე თქვენ რომ გადარჩეთ, უნდა კითხულობდეთ სახარებას და მის ყველაზე დიდ განმარტებელს პავლე მოციქულს ყოველდღე აუცილებლად. პავლე მოციქული ამბობს, სარწმუნო არ სიტყვა, რამეთ უკვე თუ მისთანა მოვწყდეთ, მისთანაცავ ცხონდეთ. ეხლა პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ეს ერთგულება, რჩეულობა, ხო, რაში ვლინდება? პირველ რიგში სიყვარულში, როგორც თქვით, ხო, სიყვარულის garaში არაფერი გამოდის. და სიყვარული რა არის? მასთან ერთად თუ მოვკვდებით, მასთან ერთად გადარჩებით. ნათლობა არის საიდუმლოება ღმერთთან მეორეჩობის, ამავე დროს არის პირობის დადებაც, რომ ქრისტესთან ერთად მოვკვდები, რომ მასთან ერთად ვიცოცხლო. ანუ მე ჩემი ცხოვრებით ვუერთგულებ გოლგოთისკენ მიმავალ ჯვარცმულ ღმერთს, ამას ნიშნავს. და ეს ცხოვრება ასეთ გამოცდას ხშირად გვიწყობს, რომ ესე იგი, ან ქრისტეს უნდა უერთგულო და რთული იქნება ეს ჩემთვის, ან ქრისტე უნდა უარყო და ჩემი ეგოიზმი გავაფოფინო და რაღაცა დროებითი კეთილდღეობა მოვიპოვო. ქრისტიანი ირჩევს ყოველთვის ქრისტეს გზას, ეს ყოველთვის ვიწრო და ეკლიანი გზაა, ყოველთვის გოლგოთის გზაა. მაგრამ უნდა დავითმინოთ და პავლე მოციქული ამიტომ აგრძელებს. უკვე თუ დავითმინოთ, მოთმინება. მასთან ერთად ვსუფევდეთ. ანუ მასთან კი არ ვიქნებითო პავლე მოციქული ამბობს. თუ დავითმეთ, არამედ მასთან ერთად ვსუფევდეთ. იცით რას ნიშნავს ეს? მასთან ერთად ვიმეფებთ. შვილები ვართ ჩვენ, გესმით? პრინცები ვართ, პრინცესები ვართ. ვსუფევდეთ მასთან ერთად. უკვე თუ უარყოთ, მანცა უარყვეს ჩვენ. შურს კი არ იძიებს, მაგრამ კომუნიკაცია არ დგება. არ მინდა. უარყავი, არ მჭირდება. შეიძლება სიტყვით კი არ უარყო, საქმით, ცხოვრების წესით, შინაგანი მდგომარეობით. უკვე თუ არ აქვს რწმენას, ანუ რწმენა ის კი არა რომ ღმერთი არსებობს. მე იმას წამვარ, ვინ ჩემს ცნებებს აღასრულებს. ცოცხალ რწმენაზეა საუბარი, რომელიც ღმერთისადმი ერთგულებაში ვლინდება, მასდამი სრულ ნდობაში, როგორც ხშირად მithქვია, რწმენა და ნდობა სინონიმებია და გვეუბნება, თუ არ აქვს რწმენას, იგი სარწმუნოდ გიეს, თუ არ ყოფათ თავითვისი ვერ ძალუს. შენ რა გული გაგიგრილდა სარწმუნოებაში და 1000 ერთხელ ძლივს მოდიხარ და ეზიარები, დილა საღამოს ლოცვაში რომ რამის მოკვდა ისე გეზარება, ან თვეობით რომ ტაძარში არ მოდიხარ, შენ გონია ღმერთი გაუქმდა და აღარ არის? შენ აღარ ახარ, გესმის? ადამიანი, რომელიც სულიერ ცხოვრებაში გულგრილობას ავლენს, ღმერთი კი არ გაქრა, შენ გაქრი. გესმით, ყოფიერებიდან გაქ, სიცოცხლის წიგნიდან ხარ ამოშლილი. გესმით რა შეასაქმე, რომ ღმერთი დარჩა. შენ რო თვალები ამოითხარო, ზე კი არ ჩაქვრა, შენ ჩაქვრი. გესმით რა შეასაქმე. ამიტომ წერო სარწმუნოდ გიას უარყოფა თავითვისი ვერ ძალუს, ღმერთი არ გაქრება იმის გამო, რომ შენ არ გინდა ღმერთი იყოს, არ გინდა პასუხისგებლობა, არ გინდა ღვთის წინაშე ერთგულებით ცხოვრება, გინდა რომ როგორც შენ გინდა ეგრე იცხოვრო, ამის გამო ღმერთი არ გაქრება. ისრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინება წინაშე ღვთისა. ამის საპირისპიროდ რომ ღმერთი არ უარყო, შენ უნდა ისწრაფო, რომ შენი თავი რჩეულად წარადგინო ღვთის წინაშე. რჩეულად რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღვთისნების აღსრულება, ღვთისნების გამომეძიებლად და ღვთისნების აღმსრულებლად უნდა წარადგინო საკუთარი თავი. და მუდმივად მე გვაუგონება, რომ ეს შეახსენე ყველას და დაამოწმე უფლის წინაშე. ანუ არა მარტო შენ უნდა იცხოვრო ესე, არამედ სხვების წინაშე უნდა დაამოწმო, ანუ მოწამეობრივი ცხოვრებაზეა საუბარი. რომ შემოგხედავენ, ქრისტე ღმერთია ნამდვილად. რატო? აბა შეხედე ამ ადამიანს. შეხედე რა, როგორი ცოცხალი კავშირი აქვს ქრისტესთან, როგორ იგზნობა, როგორ დაემსგავსა ეს ქრისტეს. გესმით?
აი ეს ანათებს ეს ადამიანი, ესე იგი მართალი ყოფილა, ხო? ყველაფერი. აი ეს ამას ნიშნავს დამოწმება. ასეთები უნდა ვიყოთ ჩვენ. ეცადე რჩეულად პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის ნახეთ რჩეულად, რაც გითხარით ღვთისნების აღსრულებელი. პირნათელ მუშაკად, ანუ ჩვენ თანამუშაკნი ვართ ღვთის, ანუ ღვთის საქმეს ვაგრძელებთ. ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად. ცხოვრების წესით მისიონერი უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი. ასეთი ეცადე რომ ასეთი წარუდგე ღმერთს. წარუდგე როდის? ყოველ წამს და რა თქმა უნდა გარდაცვალებისას. ასე უნდა მოკვდე. რომ მოკვდები ასეთი უნდა იყო და თუ ასეთი იქნები გარდაცვალებისას ცხონდები, იმიტომ რომ უფალმა გვითხრა, როგორცაც გნახავ, ეგრე განგჟი. ამის საპირისპიროდ ფუჭყბედობას უკაცრავად მე ჩემი სიტყვები არ არის ეს უხეში სიტყვები. ეს პავლე მოციქულის სიტყვებია. ფუჭყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღმავდება ხალხის უღმერთობა. შენი მიზეზითაც გაღმავდება ხალხის უღმერთობა, ზოგადადაც ხალხის უღმერთობა უფრო და უფრო ღრმავდება და ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ადამიანი სულიერად ცარიელდება და სულიერად დაცარიელებული ადამიანის ერთ-ერთი გამოვლინება არის, რომ ტყუილ უბრალოდ ლაპარაკობს. ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებთ უფალი გვეუბნება. ზოგი ისე კადნიერდება, რომ წირვაზე, როცა შიშით უნდა იყო, რომ ერთი სიტყვა არ გამოგჩეს და ეს ადვილი არ არის, შიშით უნდა იყო, რომ ღვთის წინაშე დგას და საღვთო მადლი გარდამოდის და ზეცა და მიწა ერთდება, ზიან ხოლმე და პირს არ აჩერებ. გონივრულად მოვიქცე. სანამ სიტყვას ამოიღებ, აი შენი მეგობარია, შენი დაქალია, ვინც არის, სანამ მიტყვი დაფიქრდი, საჭიროა თუ არა ამის თქმა. სანამ რაღაცას ვიღაცები ლაპარაკობენ და რაღაცა უნდა დაგაინტერესა. აბა რა არის რა თემაზე საუბრობდით, რა ვინ თქვაო, სანამ ამას იკითხავ, შენ თავს კითხე, გჭირდება შენ ახლა ეს ცოდნა თუ არ გჭირდება. 99% აღმოაჩენთ, რომ არც უნდა თქვა, იმიტომ რომ არავის არ ჭირდება ეს შენი ნათქვამი. და არც უნდა იკითხო ეს რა ხდება, იმიტომ რომ არც ის ცოდნა არ გჭირდება შენ. და აი ესეთი დადუმება და ესეთი დადუმება შენ სულიერ ძალებს და ენერგიას ისე შეინახავს, რომ მე შენი გული როგორც იქნა მოიცლის ღმერთთან ურთიერთობისა და ლოცვისათვის. მაგრამ ურყევის საფუძველი ღვთისამტკიცია. მაგრამ ჩვენ აი ამ მდგომარეობაში რომ გვიჭირს, მათ შორის ენის გაჩერებას რომ გვიჭირს, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე იმედი ღმერთისა, რომ თუ მოვინდომებთ და ვიბრძოლებთ, ჩვენშიც დავამარცხებთ ბოროტებას, რასაც უღმერთობა ქვია და ეშმაკი და სხვასაც მაგალითს მივცემთ და იმედი გვექნება ცოცხალი, გესმით? იმედი, რომ ჩვენ მარადიული არსებანი ვართ და ჩვენთვისაც გვექნება იმედი, ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვისაც გვექნება იმედი და ჩვენ ლოცვასაც ძალა მიეცემა და საფუძველი აი ამ ცოცხალი მტკიცე რწმენისა რა არისა? და პავლე მოციქული ამბობს, ურყევის საფუძველი ღვთისა არის მტკიცე. და რატო? რამეთო ბეჭედი აზისო და რა ბეჭედი აზის. და პავლე მოციქული ამბობს, ეს ბეჭედი, ნახეთ, იცის უფალმა ვინ არის მისი. აი ნახე ბეჭედი რა არის, ღმერთმა იცის ვინ არის მისიანი. და აქ უკვე ვჩედები და ვფიქრობ, ვარ მე უფალო შენიანი თუ არა ვარ. იმიტომ რომ თუ მე შენიანი ვარ, ეს ბეჭედი მაზის. და თუ ეს ბეჭედი მაზის, ვერაფერი მე ვერ დამამარცხებს. ვერანაირი ეშმაკი, ვერანაირი უსამართლობა მე ვერ გამტეხავს. მე სასუფეველის მოქალაქე უკვე აქვე ვარ. ოღონდ მაქვს ეს ბეჭედი თუ არა მაქვს? ვარ შენიანი თუ არა ვარ? გესმით, შენ თავს უნდა კითხო, გამოიძიო, ჩაუღმავდე. და თუ ასეთი ხარ ადამიანი, ესეთი ადამიანის ცხოვრების წესი ესეთია, განუდგება უსამართლობას ასეთი ადამიანი. ადამიანი ინტუიციურად გზნობს, რომ აქ ღმერთი არ არის, აქ ღვთისნება არ სრულდება, ეს ღმერთს არ მოსწონს. გარეგნულად შეიძლება რაღაც კეთილი რამე ხდება, მაგრამ ეს უფალს არ მოსწონს. იმ წამსვე ადასტურებ. მე იმიტომ რომ მისი ვარ. უფალმაც იცის რომ მისი ვარ. ამიტომ ჩემი ინტუიცია სწორად მუშაობს. იმ წამსვე ვხვდები, რომ აქ ქრისტეს ეს არ მოსწონს, რაც აქ ხდება. ეს შეიძლება სულ ეკლესიაში ხდებოდეს. და აქედან გამომდინარე, ჩემ ლოცვას საოცარი ძალა ეძლევა, ამიტომ პავლე მოციქული მე აგძელებს,
რომ უსამართლობას განუდგები და მერე აღიარებ უფლის სახელს. და უფლის სახელის მაღიარებელი ფაქტურად არის ცხონებული და გადარჩენილი, ოღონ ყველაფერი წინაპირობის შესრულების შემთხვევაში. აი ასე უნდა ვიცხოვროთ. ასე გავხდებით ტაძარნი ღვთისა. ასე მიეცემა ჩვენს სიტყვას ღვთის წინაშე ძალა, ლოცვას ძალა. ასეთი დედის ლოცვას შეუძლია გარდაცვლილი შვილის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს გარდაცვლილებზე, გვახსოვდეს ჩვენი უდიდესი პასუხისგებლობა ღვთისა წინაშე და ჩვენი გარდაცვლილების წინაშე. რაც შეეხება ჩვენ გარდაცვლილებს, ყველაზე მძიმე გამოცდა მათ უკვე გაიარეს. რომელიც ჩვენ გასავლელი გვაქვს. საშინელი გამოცდა გარდაცვალებისა გაიარეს, მაგრამ ამას ყველაფერს ნუგეში ახლავს თავს, იმიტომ რომ წარსდგენ ყველაზე კეთილშობილი სრულყოფილი სიკეთის მატარებელი გამომცდელის წინაშე. მასზე კეთილი მოსამართლე, მასზე კეთილი გამომცდელი არ არსებობს. გესმით? და უფალმა როცა გადაწყვიტა, მაშინ დააყენა ის წინაშე და მოსამართლო და რთულ წუთისოფლს განარიდა და თავისთან დააყენა და მერე თავად უწყის, მაგრამ ჩვენ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, ოღონ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, როგორც აქ წერია, რომ თუ რამე შესაწევნელი აქვთ ჩვენ ახლობლებს შევეწიოთ. საბოლოო ჯამში ყველანი შევიკრიბებით იქ, რომელიც არის ჩვენი სამშობლო, სადაც თანასუფევდეთ უნდა. გესმით? არა მონებად შევიკრიბებით, არამედ შვილებად შევიკრიბებით, ღმერთის შვილებად შევიკრიბებით, იმ გონება მიუწვდომელ ბედნიერებაში მყოფნი, რომლის წარმოდგენა ჩვენ არაფრით არ შეგვიძლია ახლა, მაგრამ ვწამს, რომ ეს ასე აუცილებლად იქნება ჩვენი ტკბილი იესოს ღვაწლით და მის მიერ დაღვრილი სისხლის და მისი ჩვენდამი სიყვარულის უპირობო სიყვარულის გამო. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. Amin.